მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ შევიკრიბეთ აქ რამდენიმე ანასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია ვეგან ჯორჯია, ცხოველთა დაცვის ფედერაცია, ასოციაცია ბუნებასთან ეთიკური თანასწორობისთვის, თბილისის ზოოპარკის მონიტორინგი და რამდენიმე ცხოველთა დამცველი მოქალაქე. ჩვენი დღევანდელი თემაა, ყველასთვის მტკივნეული თემა, ეს არის ზოოპარკის თემა. ჩვენ ყველა აქ შეკრებილი ადამიანები მივედით ერთ აზრამდე, რომ საერთოდ არ გვინდა ზოოპარკი. საერთოდ უნდა გაუქმდეს, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ზოოპარკი არის ცხოველებისთვის ციხე და ეთიკურად და მორალურად ეს გამართლებული არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ განცხადება, რომ საერთოდ უარი ეთქვა ზოოპარკს. უარეს შემთხვევაში და უკეთეს შემთხვევაში რა ვარიანტები არსებობს, ამას აქ იმ შუაშია, რომ ცხოველი არ უნდა იყოს გალიაში გამოკეტილი, ცხოველი არის თავისუფალი არსება და ის უნდა ცხოვრობდეს ბუნებაში. დასაშვებია ერთი ვარიანტი, რომ ეს ცხოველები რაც დარჩა, გადავიყვანოთ ქალაქგარეთ, სპეციალურად მოწყობილ ნაკრძალის ტიპის თავშესაფარში, სადაც მას მოუვლიან, რომ გამრავლებაზე ლაპარაკი არ არის, არ უნდა გამრავლდეს და თუ შესაძლებელია, რომ გაჩუქდეს ან გაშვებული იქნეს ბუნებაში სპეციალური რეაბილიტაციის გავლის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, დაწვრილებით მოგვითხრობს ქალბატონი ნანა. გამარჯობათ. მე ვარ წარმომადგენელი ასოციაციისა ბუნებასთან ეთიკური წონასწორობისათვის ნანა ბუხსიანიძე. ვფიქრობდი რითი დამეწყო თქვენთან საუბარი და აი გამახსენდა ინტერვიუ, რომელიც ვნახე გუშინ ქალბატონ გულიკო კონცელიძესთან. ინტერვიუ მთავრდება ძალიან საინტერესო მომენტით. იგი კამერაში მოიხედავს, ღრმად ჩახედავს მაყურებელს თვალებში და კითხულობს: "იცით რატომ არ მიყვარს, რატომ მიყვარს წვიმა?" და მე პასუხობს: "იმიტომ რომ მნახველები არ მოდიან და ისინი არ აწამებენ ცხოველებს." აი მე ვფიქრობ, რომ აი აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ იმაზე ფიქრი, თუ გჭირდება ზოოპარკი ან რა სახის ორგანიზაცია გჭირდება დაწესებულება, რომელიც გამოფენს ცხოველებს საზოგადოებისთვის. ფაქტია, რომ საქართველოში რასაც უყურებთ და საერთოდ ჩემი შეგნებული ცხოვრება რასაც აკვირდება, რაც მახსოვს, ზოოპარკის ისტორია არის ცხოველებზე ძალადობის ისტორია, დაწყებული მნახველებიდან, ასევე იმ გულგრილობის ფაქტების ჩათვლით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციიდან და საბოლოოდ რომელსაც წერტილი დაუსვა სახელმწიფომ, როდესაც გასცა არაჰუმანური და არაცივილური ბრძანება ცხოველების ლიკვიდაციისა ზოოპარკის ტერიტორიაზე ტრაგედიის ღამეს. აუცილებელია აქედან გამომდინარე, რომ მიღებული იყოს ესე გავითვალისწინოთ რა სიტუაცია და ქალბატონ გულიკოს კითხვას რომ უპასუხოთ, აუცილებელია შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას. შეიქმნას კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ცხოველებს, როგორც გარემოში, ანუ ველურ გარემოში, ასევე ქალაქში, ასევე ოჯახებში, ფერმაში და პირველ რიგში ზოოპარკში. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკს ზოოპარკისა და საერთოდ დატყვევებული ცხოველების უფლებებზე, ჩვენ უნდა გვეჭიროს ხელში კანონი, რომლის საფუძველზეც შეგვეძლება მივმართოთ უფლებამოსილ პირებს. შემდგომ ნაბიჯი ის არის, აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული ის დანაშაული და ის გარემოებები, თუ რატომაც მოხდა ცხოველების დახვრეტა ზოოპარკის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ლაპარაკი აქვს შუმპაზე, მომღერალ მგელზე, რომელიც იყო ტრანკვილიზებული და დაბმული და ასევე ხომ არ ქონდა გადაცდომას ადგილი, როდესაც ცხოველებს ესროდნენ ესე ხმამაღალი ცეცხლსასროლი იარაღებით და მოხდა მათი დაფანტვა ტერიტორიიდან, რამაც გამოიწვია აი კერძოდ იმ ვეფხვის დამალვა და საბოლოოდ ადამიანის სიკვდილამდე მიგვიყვანა და აი ეს ყველაფერი, როდესაც გვექნება თავის ადგილზე, ჩვენ შეიძლება შემდგომ ვილაპარაკოთ უკვე ზოოპარკის უფრო ცივილურ ალტერნატივებზე, როგორიც არის ველური ბუნების პარკები, სადაც ცხოველები იცხოვრებენ ბუნებრივ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში და სადაც მათი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი.
და ასევე იქნება უზრუნველყოფილი ადამიანების უსაფრთხოება. უნდა ისიც დავამატო, რომ ეს კანონმდებლობა ცხოველების დაცვის და პროტოკოლები ცხოველების დატყვევების თუ დაძინების და იზოლაციის არის რა თქმა უნდა დაწერილი პირველ რიგში ადამიანის უსაფრთხოებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით რომ ადამიანი შეიძლება იყოს უსაფრთხო, იცხოვროს ბედნიერი და უსაფრთხო ცხოვრების სტილით მაცხოვრებელი ცხოველების გვერდით. ანუ არ ხდება ერთმანეთის, ესე იგი, ამ ადამიანის ან ცხოველის ცხოვრების გაუმჯობესება რომელიმე ცხოვრების ხარისხის გაუარესების ხარჯზე, ან სიკვდილის ხარჯზე. იმ დაპირისპირებამ და იმ ველურმა დაპირისპირებამ, რისი მოწმე ჩვენ გავხდით 14-ში, განაპირობა ის, რომ საბოლოოდ მოხდა შეშინებული და გაავებული ცხოველის მიერ ადამიანის მოკლა. ანუ ჩვენ ფაქტიურად აქ ვიცავთ ჩვენს ინტერესებსაც, ჩვენს უფლებებსაც, ადამიანის უფლებებსაც არ შეიძლება რომ ადგილი ეს ამას შევხედოთ როგორც ურთიერთ დაპირისპირებულ ცნებებს. აი ამის თქვა მინდოდა და ამას თუ ჩვენ მივახცევთ, მაშინ საშუალება გვექნება ნებისმიერ საგამოფენო დაწესებულება იქნება ეს ველური ცხოველების პარკი იქნება თუ ნაკრძალი, ადამიანმა საზოგადოებამ მოითხოვოს კანონიერად მონიტორინგი და დავიცვათ ცხოველები. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ჩვენი ბიზნეს მიღწევა. ხარომ ეს ფედერაციას სასახელო თემურმა კი მითხრა წმინდა შენ გამოდიოდა. მოგესალმებით, ცხოველთა დაცვის ფედერაციის სახელით ვისაუბრებ, მე გიორგი მიხაბერიძე, რიგითი ცხოველთა უფლების დამცველი მოქალაქე. ბოლო ფაქტებმა რაც მოხდა ეს 13 რიცხვიდან მოყოლებული, კარგად დაგვანახა ზოოპარკი რამდენად საშიშია ზოგადად და საფრთხის შემცველია. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ელემენტარულად ველური ბუნებიდან მოწყვეტილი ცხოველი ყავს რაღაც განვითარებულ ქალაქში, სადაც არანაირი პირობა არ არის მისთვის იქ ცხოვრების და როგორც ის გარეთ აღმოჩნდება, მე ხდება საშინელებები ამ და მაგის მოსწენი გავხდით. იქიდან გამომდინარე, რომ კიდე ასევე არის საუბარი, რომ დაუშვათ აი ბავშვებს აინტერესებთ ცხოველები და რაღაც შემეცნებითი და რაღაცა კვლევითი ის ფუნქცია. ხო დანიშნულება იქიდან გამომდინარე რომ ეს ცხოველები არ იმყოფებიან თავით ბუნებრივ გარემოში, იქ გალეებში მათი დაკვირვება უსაფუძვლოა და არაფერს მომცემია აქედან. ის კიდე მეორე არგუმენტი ის რომ დაუშვათ ზოოპარკი არის მნიშვნელოვანი იმისთვის რომ დაუშვათ შენარჩუნდეს და კონსერვაცია მოხდეს ამ ჯიშების და სახეობების, ხო? პირველ რიგში ზოოპარკში არსებული რაღაცა 1-2 სული ცხოველი რეალურად სამყაროში არ ცვლის არაფერს, მით უმეტეს ისინი რაღაც პროცენტის გამრავლების შემდეგ ვეღარ მრავლდებიან, იმიტომ ფაქტობრივად ნათესაურ კავშირში არიან ერთმანეთთან. ამ პრობლემის მოსაგვარად პირველ რიგში არის რომ უნდა გამყარდეს ეს ბრძოლა და ალბათ საკანონმდებლო დონეზეც რომ ბრძოლა ბრაკონიერობასთან, ადირობასთან, თევზაობასთან, ცხოველთა ვაჭრობასთან და ამ ყველაფერს წინააღმდეგ. კიდევ ასევე უნდა აღნიშნო ეს თანხები, რაც უნდა დაიხარჯოს ახალ ზოოპარკის მშენებლობასთან, რომელიც არის თითქმის 100 მილიონ ლარზეა საუბარი, აქ ჯერ მის მშენებლობაზე, მერე მის მოლაპატრონებაზე, რომელიც წლების განმავლობაში უნდა იყოს და ძალიან დიდახებთან არის საუბარი იმ ქვეყანაში, სადაც ასობით ახლა სტიქის შემდეგ დაზარალებული ოჯახი არის, თითქმის 100,000 იპოთეკარი, რომელიც დღე-დღეზე გამოსახლებას ელოდება საკუთარი სახლებიდან, თითქმის 77,000 არის სიღატაკის პირას ეს 2003 წლის მონაცემებით, სადაც ყოველ წელს ასევე 300 ბავშვი ყვდება შიმშილისგან და გაჭირვებისგან, სადაც ასევე 100,000 დევნილი არის და მე ვფიქრობ, რომ ეს თანხები, ეს 100 მილიონი დამოხმარდეს სოციალურ პროექტებს, ეკოლოგიურ პროექტებს, განათლებას, რაც უფრო იქნება, ასე ვთქვათ, ქვეყნისთვის სასარგებლო და განვითარების გზაზე ყველაზე საჭირო და ყველაზე მნიშვნელოვანი. რა ვიცი, ასევე გავაკეთებ ეს ბოლო განცხადებას, წავიკითხა უბრალოდ, ანუ ზოოპარკზე უარის თქმა ეს არ იქნება მხოლოდ ფაუნის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ჰუმანური აქტი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული და პროგრესული ნაბიჯი ადამიანის გონებრივი, კულტურული და მენტალური განვითარების გზაზე, რომელიც იქნება მაგალითი სხვა განვითარებული და განვითარებად ქვეყნებისთვის, როგორც არაძალადობრივი ცხოვრების არჩევისა და ადამიანური ზრუნვის გამოვლენების სხვა დაუცველი ცხოვრების არსებების მიმართ. მადლობა. ირაკლი კიკილაშვილი, თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის წევრი. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმ პუნქტებს თუ რის საფუძველზე ვითხოვთ იმას, რომ მოხდეს ზოოპარკის გაუქმება
და მის მაგივრად რატომ მიგვაჩნია, რომ უნდა გახორციელდეს თავშესაფრის აშენება გარეული ცხოველებისათვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზოოპარკში ცხოველების ყოლა წარმოადგენს სისასტიკეს ცოცხალი არსებების მიმართ. ცხოველები არიან გამოკეტილები არაბუნებრივ მცირე ტერიტორიებზე, იმყოფებიან მათთვის უცხოურ კლიმატში. ზოოპარკში ცხოველები ხშირად ყავთ არასათანადო პირობებში. ამას ჩვენ ხშირად ვაფიქსირებდით მონიტორინგის მსვლელობის დროს. ცხოველებს ხშირად ფიქსირდებოდა, რომ არ ქონდათ წვდომა სასმელ წყალთან, ხშირად იყვნენ მზეში, ჩრდილის გარეშე, ასევე ფიქსირდებოდა სასტიკი მოპყრობა ბინადრების მიმართ. კი, ასეთი დაფიქსირებულა ფაქტები, მაგალითად ფალაბელას სახეობის ესეთი ცხენი დაფიქსირდა გადამეტება, ანუ ჯერ ერთი ხორციელდებოდა გავგებარია რატომ წორთნა ზოოპარკის ბინადრის, ანუ ეს გავგებარია ზოოპარკის ბინადარს რა შეესაჭიროება წორთნა და რატომ ხორციელდება მისი ექსპლუატაცია და ასევე დაფიქსირდება ეს არის დეკორატიული ფაქტობრივად სახეობა და ხდებოდა მისი ეგრეთ წოდებული წორთნა, მაგრამ ძალიან სასტიკი მეთოდებით ეს დაფიქსირდა. ხო ეს სასტიკი ცემა ამ ცხოველის. ესეთი რამე იყო დაფიქსირებული ჩვენი მონიტორინგის მსვლელობის დროს. ასევე ამ დღეებში ჩვენ ნახეთ, რომ ზოოპარკის არსებობა არის სახიფათო საზოგადოებისათვის და მიგვაჩნია, რომ ის არ უნდა იყოს ან ქალაქში, ან ქალაქის მახლობლად. მით უმეტეს, როდესაც ზოოპარკში ხდება მტაცებლების აგრესიის გაღვივება ხელოვნურად. ეს მდგომარეობს იმაში, რომ მტაცებლებს რეგულარულად უგდებენ ცოცხალ ცხოველებს, როგორც გვეუბნებიან ინსტინქტის შესანარჩუნებლად. მიგვაჩნია, რომ ეს პირიქით საზოგადოებას უქმნის საფრთხეს და ამ დღეებში, ბოლო დღეებში, ნახეთ, რომ მოხდა ტრაგედია. ცხოველს, რომელსაც ჰქონდა შენარჩუნებული, ესე ვთქვათ, ეს ინსტინქტები და ესხა ადამიანს. და მიგვაჩნია, რომ ესეთი რამე საერთოდ არ უნდა არსებობდეს ცოცხალი ცხოველების შეგდება მტაცებლებთან. ასევე ხშირად არის საუბარი, რომ ვითომ და ზოოპარკს გააჩნია სამეცნიერო ფუნქცია, ჩვენ თვლით, რომ ეს არ არის სიმართლე, რადგან შეუძლებელია ცხოველთა ბუნებრივი ქცევების დაფიქსირება იმ პირობებში, როდესაც ის იმყოფებიან არაბუნებრივ პირობებში, ანუ შეუძლებელია მათი ბუნებრივი გამოვლენების დაფიქსირება არაბუნებრივ პირობებში, როცა არიან გამოკეტილები. და სამწუხაროდ ზოოპარკს გააჩნია არა სამეცნიერო, არამედ სამწუხაროდ სავაჭრო ფუნქცია, რომ შევიდეთ ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე, შეგვიძლია ვნახოთ პირდაპირ ფასები ზოგ ბინადარზე, ეს რომლებიც ესე ვთქვათ ღიად იყიდება, ფარშევანგი და სხვადასხვა ცხოველები პირდაპირ ფასები ადევს სხვადასხვა ცხოველებს და მიგვაჩნია, რომ ეს არაეთიკური არის, რომ ზოოპარკი არის სავაჭრო ობიექტი და პირიქით მეცნიერებასთან კავშირი არ აქვს. ამიტომ ჩვენი პოზიცია უცვლელია, მიგვაჩნია, რომ ზოოპარკი არახუმანურია ცხოველების მიმართ ზოგადად საერთოდ და კონკრეტულად ის რაც ხდებოდა თბილისის ზოოპარკში და ასევე იმის გამო, რომ ის ასევე წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისათვის, მიგვაჩნია, რომ უნდა ეს დაარსდეს თავშესაფარი, რომელიც იქნება მოშორებით დასახლებული პუნქტებისგან საზოგადოებისთვისაც უსაფრთხო ადგილას და ასევე ცხოველებისთვისაც ბუნებრივ უფრო შესაფერის ადგილას. დიდი მადლობა. დრო რამდენია? ვეტევით თუ უკვე ვეღარ ვეტევით. კიდე გვაქვს. ეს რუსულად იქნება ის და ინგლისურად. თარგმნი ჩვენ თარგმნობს რუსკი ბუდიშენ და ამოდის ელექტრო შენ თარგმნი. რუსულად და на русском языке будешь. Английском, наверное, лучше. ინგლისურად ურჩევნია? English is okay? Okay. Olegi Ozerovi, Vegan Georgia. So right after the disaster in the zoo, all animal rights organizations, all foundations, all the groups